მოსწავლეს საპირფარეშოში გასასვლელად მასწავლებლის ნებართვა არ უნდა სჭირდებოდეს. მოდით ვიდებატოთ. გიო სალომეს წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ დებატებში. გთხოვთ აირჩიოთ თქვენი პოზიცია. არ ვეთანხმები. ვეთანხმები. არგუმენტების მოსაფიქრებლად 2 წუთი გაქვთ. მე დაგტოვებთ. პირველი რაუნდი. მოვისმინოთ სალომეს არგუმენტი. სალომე, შენ ამისთვის 15 წამი გაქვს. სკოლის საფირფარეშოს გამოყენების უფლება ნებისმიერ მოსწავლეს აქვს და მასწავლებელი მას ამ უფლებას არ უნდა უზღუდავდეს. მოსწავლეს არ უნდა დასჭირდეს თხოვნა ან მიზეზების სახსნა. უფლებების შეზღუდვამ შეიძლება მოსწავლეს ჯანმრთელობაც კი დაუზიანოს. გიო, ახლა შენი კონტრარგუმენტის დროა. ამისთვის მხოლოდ 14 წამი გაქვს. მასწავლებელი ყოველთვის ვერ გააკონტროლებს, რომ მოსწავლე საფირფარეშოში გასვლის უფლებას კეთილსინდისიერად გამოიყენებს. მაგალითად, ტესტის დროს პასუხების მოძიებისთვის. მეორე რაუნდი. მოვისმინოთ გიოს არგუმენტი. თუ ბავშვებს საფირფარეშოში გასასვლელად ნებართვა არ დასჭირდებათ, დიდი შანსია, რომ გაკვეთილის მსვლელობას ხელი შეეშალოს. მაგალითად, თუ ბევრი ბავშვი გავა ერთად, გაკვეთილის შეფერხების პროცესი კი ყველაზე ნაკლებად სასურველი რამაა. ახლა სალომეს კონტრარგუმენტის დროა. ხშირად მოსწავლეებისთვის საფირფარეშოში გასვლის თხოვნის პროცესით ქაოსი იწვევს და გაკვეთილს უშლის ხელს. მოსწავლეებს თავად უნდა ესმოდეთ, რომ ყველა ერთად ვერ გავა და წესრიგი უნდა დაიცვან. თანაც ის, რომ მასწავლებელი ენდობა მეტ პასუხისმგებლობას აგრძნობინებს მოსწავლეს. შენ უკვე ორივე მოდებატის არგუმენტები მოისმინე. გამარჯვებული შენ უნდა გამოავლინო. კომენტარებში დაგვიწერე იმ მოდებატის სახელი, რომელმაც შენი აზრით გაიმარჯვა.